Zasiyarula madalya, sebi gazaltaden ama memamgalavo momivoshini toalebis keramo. Okay, რა მაქვს აქ? ეს არის Xiaomi Scooter 6 Ultra, ახალი სკუტერი Xiaomi-სგან, თან საუკეთესო მოდელია მე-6 სერიაში. ხო და ვნახოთ რა შეუძლია. დავიწყოთ. მოდი დავიწყებ იმით, რაზეც კითხვები გამიჩნდა. პირველი, წინა ვიდეოში მიმოვიხილე Scooter 6, რომელსაც უკან ფეხის დასადების სივრცე ჰქონდა, ანუ უფრო გრძელი, ეგრეთ წოდებული kicktail-ი. აი ამ Ultra-საც აქვს ეგ, ოღონდ ბევრად მოკლეა სიგრძეში, ხო და რატო? ცოტა ვერ მივხვდი მაგას. ახსნას ვერ ვუძებნი, მაგრამ ერთადერთი რაც მაფიქრდება ის არის, რომ ამორტიზატორი არის შეცვლილი და შეიძლება ამორტიზატორის ფორმიდან გამომდინარე იყოს ეს ასე. მაგრამ ახლა რასაც უყურებ, არ ვიცი რა, რატო დაამოკლეს ეს kicktail-ი, იმიტომ რომ კარგი სივრცე იყო უკან ფეხის დასადებად და იყო ძალიან კარგი. Okay, მეორე არის ამ მონსტრის წონა. თითქმის 34 კილოგრამს იწონის, ანუ არის ძალიან მძიმე, რაც შესაბამისად არ იქნება დიდად კომფორტული ხელით ტარებისას. რა თქმა უნდა, იკეცება და კომპაქტური ხდება, მაგრამ წონა არ აკლდება. ამით მაგალითად, ხელით კიბეებზე ამის ატანა საკმაოდ რთული იქნება. მაინც იცოდეთ. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ახლა საინტერესო მონაცემებით. ამ სკუტერს აქვს 12 ინჩიანი ყველგან მავალი საბურავები, ანუ off-road-ზე შეგიძლიათ სიარული. თვითონ საბურავები ჰაერით იბერება და ამორტიზატორები გვაქვს ცოტათი განსხვავებული. ისეთი როგორც 4 Ultra-ს ჰქონდა. არ არის კლასიკური ზამბარები, რომელსაც მაგალითად სტანდარტულ 6-ში შევხვდებით. ეს სტრუქტურა, როგორც Xiaomi ამბობს, უკეთესად იღებს თავის თავზე არასწორ გზებს და ეს დიდი დატვირთვა არა მარტო ამორტიზატორებზე მიდის, არამედ მაქსიმალურად თანაბრად ნაწილდება ამ ორ ხელზე და სკუტერის ჩარჩოზე. შესაბამისად, სტაბილიზაციაც უკეთესია. ორივე საბურავზე დისკის მუხრუჭებს შევხვდებით ელექტრონული ABS სისტემით, ოღონდ ეს ყუთიდან არ არის ჩართული. მუხრუჭები რეგენერაციულია, ანუ ცოტათი დაიტენება კიდეც ეს სკუტერი დამხრუჭებისას. გვაქვს ასევე ანტიმოსრიალების სისტემა, რომელიც სველ და ნაკლებად მოჭიდებად ზედაპირებზე სტაბილურად ვატარებს, რაც არის ძალიან მაგარი. Okay, ახლა ძრავი ვნახოთ. 4 Ultra-ს მაქსიმალური სიმძლავრე 940 ვატი ჰქონდა, 5 + 900, ამ 6 Ultra-ს 1200 ვატი აქვს. გაზრდილი სიმძლავრით უფრო რთულ აღმართებზე შეუძლია ასვლა და წინა მოდელთან შედარებით ახლა 25%-იან აღმართზე ავა თავისუფლად. ამას დამატებული boost mode-ით აჩქარება შეუძლია 2.4 წამში, ანუ იწყვეტს. ძრავის სიმძლავრესთან ერთად გაიზარდა ელემენტის მოცულობაც და ამ მოდელით შეგიძლიათ 75 კილომეტრი დაფაროთ სტანდარტული რეჟიმით, სპორტის რეჟიმით 55 კილომეტრი. მაგრამ კონდიციებს და თქვენს გამოყენებას რა თქმა უნდა გააჩნია და გაითვალისწინეთ. 0-დან 100-მდე დამხვტვას უნდება საკმაოდ დიდი ხანი, ყუთში მოყოლილი დამტენით 10 საათი, რაც ბევრია საკმაოდ და არ არის ნამდვილად საუკეთესო დამხვტვის სიჩქარით. სახელური სკუტერის საჭეზეც გვაქვს ჩემი აზრით საკმაოდ ლოგიკური ცვლილებები. რა თქმა უნდა, გვაქვს ციმციმები და მათი ჩართვის ღილაკები მარცხენა ხელთან, მაგრამ ამ ღილაკებთან ახლა რეჟიმების ღილაკსაც შევხვდებით, ისევ როგორც განათების ღილაკს. ანუ ახლა ეს ღილაკები არ არის ცენტრში არსებულ ეკრანთან. გამოდის რომ ხელის სახელურიდან აღება აღარ მოგვიწევს, მაგალითად რეჟიმის შესაძლებლად. მარცხენა ხელით პირდაპირ იზამთ ამას. ეს კი პირველ რიგში ბევრად უფრო უსაფრთხოა, რადგან ხელს აღარ უშვებთ სახელურს. როგორც უკვე ვახსენე, ეკრანი აქაც გვაქვს, რომელიც სიჩქარეს და დროსაც გვიჩვენებთ. ასევე ელემენტის დარჩენილ რაოდენობას და დარჩენილ მანძილს. რა თქმა უნდა, აქ ნახავთ რა რეჟიმით გმზავრობთ კიდევ. და ხო, მაქსიმალური წონა 140 კილოგრამია ამ სკუტერის დატვირთვის და ესეც იცოდეთ. ჩემი აზრით საკმაოდ მაქსიმალისტური სკუტერია Xiaomi Scooter 6 Ultra. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კითხვები მაქვს, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრე, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრ შესაძლებლობას მაძლევს ეს სკუტერი. თუ მოგეწონათ და ფიქრობთ, რომ თქვენი ქალაქში გადაადგილება უნდა გაადვილდეს, ზუმერულ ლინკს ქვემოთ ნახავთ აღწერაში. არხიც გამოიწერეთ, რომ არ გამოგჩნდეთ სხვა ვიდეოები და მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ეხლა ნახეთ რა ვიტყვიტო. ვაქჩი. უი. უი.